საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნორმალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით 214.9 ლარით გაიზარდა და 2271.6 ლარი შეადგინა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ 1 იანვრიდან მართვის მოწმობა აღუდგება იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით შეძენის მოხმარების გამო ან ქულები გაუნულდათ. რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას, პირს მართვის მოწმობის უფლება იმ მომენტიდან აღუდგება, როცა წარადგენს დასკვნას, რომ აღარ არის ნარკოტიკების მომხმარებელი. მართვის მოწმობა არ აღუდგება იმ პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვთ იმის გამო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანი დაშავდა ან გარდაცვალების ფაქტი დადგინდა. არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით დღეის მდგომარეობით შეჩერებულია სულ 35.445 მართვის მოწმობა, მათ შორის ალკოჰოლური თროობის საფუძველით 18.310 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვების 1124, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის 3504, ქულების ამოწურვისთვის 781 სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გამოტანილი განაჩენის საფუძველით 327, სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო 11.389.